ჩვენი შემდეგი მისია არის, გარდა იმისა, რომ თქვენ ტექნიკურად კერვას სწავლობთ, ჩვენ რაც თავშივე გქონდა მიზანი, რომ ჩვენი პროდუქცია ყოფილიყო არა მარტო ეკოლოგიურად დეგრადირებადი ქსოვილებისგან შექმნილი, არამედ მასზე თქვენი ხელწერა აღიბეჭდოს. მე როგორც მეწარმეობის მასწავლებელმა დავინახე ბავშვებში, ვასწავლე მე-10 კლასელებს, დავინახე ძალიან დიდი მონდომება, რომ აი მეწარმეობრივი უნარები პრაქტიკულად თავის, ასე რომ ვთქვათ, შემოქმედებით საქმიანობაში გამოეყენებიათ, მოგვეცა პროექტის ფარგლებში იმის შესაძლებლობა, რომ აი ბავშვებს რეალურად გამოეცადათ, როგორ შეიძლება მათი პირადი ცოდნა, უნარები, თუნდაც სახელოვნებო ხატვის გამოეყენებინათ მეწარმეობრივი და სოციალური მიმართულებით, ბავშვების ინიცირებით დაფუძნდა სოციალური საწარმო მერკური, რომლის ფარგლებშიც ხდება უკვე უსარგებლო ტანსაცმლის, ტექსტილის, მეგობრული ქსოვილების გამოყენებით ჩანთების წარმოება. ჩვენი სოციალური საწარმოს მიზანი არის ისეთი გლობალური და ადგილობრივი პრობლემების, ასე ვთქვათ, გადაჭრაში კონკრეტული წვლილი შეტანა, როგორიც არის მაგალითად გარემოსდაცვითი პრობლემები და ვცდილობთ, რომ შევამციროთ ის ნარჩენები, როგორიც არის ძირითადად ტექსტილის ნარჩენები და ვქნით ამ ნარჩენებით ეკომეგობრულ და უნიკალურ პროდუქტებს. ჩვენი პროდუქტები განკუთვნილი არის ძირითადად 15 წლიდან 65 წლის ადამიანებისათვის, ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც არის სტუდენტები, მოსწავლეები, თინეიჯერები, რომლებიც აფასებენ ასეთი უნიკალური ნივთების მნიშვნელობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ძალიან დიდი გამოცდილება იყო, გქონდა ტრენინგები, 6 საათიანი ტრენინგები, რომლებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ. მე როგორც თინეიჯერი ძალიან დიდ დროს ვატარებ სოციალურ ქსელებში. ამ პროექტის გაგების შემდეგაც გადავწყვიტე ჩემი უნარებით დავხმარებოდი სოციალურ საწარმოს და ეხლა მუშაობ კიდეც სოციალური მედიის მიმართულებით. კიდევ ნარჩენები, კიდევ ძივები. ჩვენ გვაქვს ორი სოციალური პლატფორმა, რომელიც მოიცავს Instagram-ს და Facebook-ს. საიდანაც პირველ რიგში შევძლებთ, რომ ონლაინ გაყიდვები ვაწარმოოთ და ამავდროულად მოვიზდოთ ის, ასე ვთქვათ, ნარჩენები, რასაც ტექსტს ვუძახით, რისგანაც უკვე შევკერავთ სხვა დიზაინს, რაც წინასწარ გვექნება გამზადებული. ამ ჭრაკერვის უნარების განვითარებაში ბავშვებს აბსოლუტურად საკუთარი ინიციატივის ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეხმარებიან მშობლები. ეს არის ორი ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაო საათების შემდეგ ბავშვებს ასწავლიან კერვას, ეხმარებიან თარგების აწყობაში და ამისთვის მათ უზარმაზარი მადლობა. ბავშვები არიან ძალიან მოტივირებული, გარდა იმისა, რომ მათ გაეზარდათ ცნობიერება მეორადი ნივთების სასარგებლო გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შეძლეს თავიანთი უნარები სამეწარმეო და სოციალურ პასუხისმგებლობად ექციათ. ჩემი შვილი გახარებული მოვიდა სახლში და მითხრა, რომ უნდა ჩართულიყო ერთ-ერთ პროექტში, სამეწარმეო პროექტში, სადაც უნდა შეეკერათ ჩანთები ძველი შარვლებისგან. მე გადავწყვიტე, რადგან ეს ჩემი პროფესია იყო, დავხმარებოდი ჩემ შვილს და მის თანაკლასელებს და დავდგომოდი გვერდში ამ დიდ საქმეში, რადგან უფრო წარმატებით შეესრულებინათ და იმედია, რომ ჩემი დახმარებით ეს ბავშვები უფრო პროფესიულად შეისწავლიან ამ საქმიანობას.